ჩვენა ვედით მილიონზე 1 მილიონი ლარი შეგროვდა უწყვეტი ლაივ მარათონი დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების საჭიროებებისთვის ამ წუთებშიც მიმდინარეობს და თანხებიც ყოველ წუთიერად იზრდება. კამპანიას ათეულობით სხვადასხვა ბიზნესიც უერთდება. 26 მაისის ღონისძიებებზე თითქმის 9 მილიონი დაიხარჯება. კობახიძის განკარგულებით თავდაპირველად გათვალისწინებული თანხა კიდევ 1 მილიონი ლარით გაიზარდა. ყველაზე მეტი 2.422.778 ლარი თავდაცვის სამინისტროსთვისაა გამოყოფილი. 2 მილიონ ლარს კი კულტურის სამინისტრო დახარჯავს. დანარჩენი თანხა სხვა უწყებებზე გადანაწილდა. მკვლელობა თბილისში წერეთლის გამზირზე სამშენებლო ობიექტზე მუშა მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით დანაშაული მუშებს შორის დაწყებულ დაპირისპირებას მოყვა. კაცთა ზიანებები ცივი იარაღით მიაყენეს, ბრალდებული დაკავებულია. ბიუჯეტში ჯარიმები და შესული თანხა რეკორდულად გაიზარდა. იანვარ-აპრილში ჯარიმებიდან და სანქციებიდან 192 მილიონ ლარზე მეტი შევიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 84%-ით მეტია. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებიდან მიღებული შემოსავალი თითქმის 100%-ით გაიზარდა და 53 მილიონს გადააჭარბა.